ფეხბურთში საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრამდე ზუსტად 1 საათი დარჩა. Euro 2016 საკვალიფიკაციო მატჩის დასასრებად დინამო არენაზე გულშემატკივარი უკვე იკრიბება. სტადიონთან არის რატი ხვიშტანი. რატი, როგორია ქართული ქომაგების მოლოდინი? ქართველი ქომაგები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან, ისევე როგორც შოტლანდიელი ქომაგები. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთიდან შოტლანდიის საქომაგოდ 1000-ზე მეტი გულშემატკივარია ჩამოსული და ქართულ გულშემატკივარს საკმაოდ ხმაურიანად მოუწევს საკუთარი გუნდის ქომაგობა იმისთვის, რომ ხმაურიანი შოტლანდიელების ხმა გადაფარონ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, უკვე ყველაფერი მზად არის მატჩის დასაწყებად 1 საათში გაიმართება Euro 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა. შოტლანდიელი გულშემატკივრები ისევე როგორც ქართველები იხსენებენ 2007 წელს გამართულ დაპირისპირებას, რომელშიც შეხვედრაში შოტლანდიას ისევე როგორც დღეს გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა ქართველებისგან 2-0 დამარცხდნენ და ფაქტიურად დაკარგეს შანსი იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გასულიყვნენ. ქართველი გულშემატკივრები იმედს გამოთქვამენ, რომ დღესაც აქვთ მათ შანსი იმისი, რომ დაამარცხონ შოტლანდიელები, ხოლო ბრიტანელები აცხადებენ, რომ დღეს შოტლანდია გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მაშინ 2007 წელს და ახლა ისინი ფიქრობენ, რომ შოტლანდია გაიმარჯვებს. ფიქრობ შოტლანდია 1-0-ს მოიგებს. ჩვენ უკვე კარგად ვეთამაშეთ გასვლაზე გერმანიას, ირლანდიას და პოლონეთს. მე იმედიანად ვარ, ყოველ შემთხვევაში იმედია, დღეს გავიმარჯვებ და კიდევ გავიმეორებ, რომ განმეორდება ის 2006 წლის გამარჯვება და გავიხარებთ დღეს. ახალი ტაქტიკა უნდა ვცადოთ, ახალი მწვრთნელია, ახალი ფეხბურთელები არიან გამოძახებულები და უნდა ვცადოთ ყველაფერი მაქსიმუმი. შოტლანდიისთვის ძალიან გადამწყვეტი თამაში იქნება. და დიდ ყურადღებას უთმობენ თვითონ საქართველოსაც და ფეხბურთელებსაც. იმედი მაქვს გამარჯვების, რა თქმა უნდა. დინამო არენაზე დასასწრები ბილეთები ამ წუთებშიც იყიდება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ბილეთები შეიძინოს უშუალოდ თამაშის დაწყებამდე, ანუ 8 საათამდე. აღსანიშნავია, რომ 25000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. მადლობა რატი წარმატება ქართველ ფეხბურთელებს. რატი ხვიშტანი საუბრობდა დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან.